ფაქტია, რომ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები მუდმივად კარგ ფორმაში უნდა იყვნენ. განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც სცენაზე პუბლიკის წინაშე გამოსვლა ხშირად უწევთ. კარგ ფორმაში ყოფნის აუცილებლობაზე დიდი ხანია ჩაფიქრდნენ დასავლეთში. ამიტომაც ვარსკვლავების და არა მხოლოდ ვარსკვლავების დიდი ნაწილი დღის განმავლობაში როგორც მინიმუმ 1 საათს მაინც უთმობს ფიზიკურ ვარჯიშს. ეს კი არც თუ ცუდი საშუალებაა იმისთვის, რომ მომხიბლავად გამოიყურებოდეთ და იმის პერსპექტივაც გქონდეთ, რომ წლის ბოლოს ან თქვენს ფეხებს დაასახელებენ ყველაზე სექსუალურად, ან სულაც ყველაზე მომხიბლავ ვარსკვლავად მოგნათლავენ. ვიდრე მსგავს რეიტინგს საქართველოშიც დაამკვიდრებენ, მანამდე ქართველი ვარსკვლავები მხოლოდ იმისთვის ვარჯიშობენ, რომ ჯანმრთელობასთან კონტრაქტი არ გაუუქმდეთ. თანაც კარგად გამოიყურებოდნენ და რაც მთავარია, სცენაზე მუშაობისას ნაკლებად დაიღალონ. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში ქართული ესტრადის წარმომადგენლებში სპორტულობით გამორჩეული წევრების აღმოჩენა, თუ კი ამის აუცილებლობის წინაშე დადგებით, ნამდვილად გაგიჭირდებათ. ხოლო მათ, რომლებსაც აღმოაჩენთ, აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ სპორტთან და ზოგადად ფიზიკურ დატვირთვასთან. გარდა უდიდესი ემოციური დატვირთვისა, ფიზიკური გამძლეობაც უნდა გქონდეს ძალიან სერიოზული ალბათ მუსიკოს, როდესაც სცენაზე გამოდის. ჩვენთვისაც საკმაოდ 2 საათიანი კონცერტის მიცემა საკმაოდ ისეთი დატვირთვა არის. სუნთქვა, რა თქმა უნდა, კიდე როდესაც სცენაზე ადამიანი მოძრაობს და ისე უკრავს და მღერის, ემატება ამას ადიშკას რო ეძახიან რუსები და როცა ადამიანი ფორმაშია და სწორად სუნთქავს ვარჯიშის დროსაც და სიმღერის დროსაც, ალბათ უფრო მისთვის ნაკლებად პრობლემატურია ეს დატვირთვა. ვერ ვიტყვი რომ მე სპორტულ ფორმაში ვარ და კარგად ვარ, მაგრამ მინდა რომ ესე იყოს, ცოტა მზე გამოვა და უფრო მივხედავ მაგამს. მაგრამ რომ იყოს ინტენსიური სიტყვაზე, რომ იყოს ინტენსიური გრაფიკი, თქვა, კონცერტების. სხვა გზა არ არის. ანუ სტიმულატორებით დიდი ხანი შორს ვერ წავ. არა მხოლოდ ფიზიკური ვიზუალური მდგომარეობაა ვარჯიში, არამედ თუნდაც სუნთქვის, სწორად სუნთქვის, ანუ ესე თქვა დიხანია, რომ გამოიმუშაოს მithumetes მომღერალმა, რომელმაც სცენაზე სიმღერის გარდა კიდე სხვა რამეც უნდა აკეთოს, აუცილებელია ტრენაჟი. იგივე ლამაზი კუნთები და ასე შემდეგ, წონის პრობლემაც და ყველაფერი, ასე რომ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მომღერლისთვის, გარდა იმისა, რომ ვოკალზე უნდა იაროს და სხვა რაღაცებიც უნდა აკეთოს სიმღერისთვის, ასევე მხარდაჭერა უნდა სპორტის მხრიდანაც გქონდეს. ძალიან აუცილებელია, რომ ყოველთვის ფორმაში იყო და ფორმაში ყოფნა გამომდინარეობს იქიდან, რომ მიაქციოს საკუთარ თავს ყურადღება, ივარჯიშო, ნაკლებად იკვებო. ვარჯიში ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია სილამაზისთვის. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რა პირობებში ვარჯიშობენ ცნობილი ადამიანები, ამ მხრივ პასუხები ნამდვილად განსხვავებულია. მართალია იმაში ყველა თანხმდება, რომ კარგ ფორმაში ყოფნა აუცილებელია, თუმცა ამისთვის ყველა მათგანს განსხვავებული მეთოდი, ფორმა და საერთოდ პრინციპები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ კონცერტის წინ განსაკუთრებული ინტენსივობით არავინ ვარჯიშობს. როგორც ამბობენ, მათ სცენაზე ყოფნისას არც სუნთქვა ღალატობთ, არც ენერგია და რაც მთავარია, მსმენელთან ურთიერთობაც არ უჭირთ. მსმენელთან, რომელიც საბოლოოდ მაინც მოხიბლული რჩება, მაშინაც კი თუ კი მისი კერპი მაინც და მაინც იდეალურად არ გამოიყურება. რეჟიმში ნამდვილად არ ვარჯიშობ. ამინც ყოველთვის გააჩნია, ახლა ისეთი სერიოზული სპორტსმენი მე არა ვარო, ყველა ამინში გავიდე და ვივარჯიშო. და კიდევ წინა საღამოს, ასე ვთქვათ, გატარების მრავალფეროვნებასაც გააჩნია. თუ მაგალითად მომიწია მეგობრებთან ერთად თან ვთქვათ, ცოტა ღვინის დალევა ან რაღაც, მეორე დღეს არაფრის დიდებით არ ვარჯიშობ. თორე ვიცი, უბრალოდ არ შეიძლება ესეთი დატვირთვის მერე ვარჯიში. ჩამოვაყალიბე ისეთი ვარჯიშები, რომელიც ჩემი ორგანიზმისთვის ძალიან კარგია. აი ამ ჩამოყალიბებაში მე ძალიან დამეხმარა ამერიკელი ქალბატონია ერთ-ერთი, რომელსაც აქვს body flex-ის ვარჯიშები, შეიმუშავა 5 წლის განმავლობაში. აი მე პირადად ძალიან მიხდება ეს ვარჯიშები. დღის განმავლობაში საათნახევარი აი სუფთა ვარჯიში, ანუ მანამდე ჩვეულებრივი ისეთი ვარჯიში და მე უკვე განტელებიდან ასე შემდეგ, ან იგივე პრესი რაც არის საჭირო ყველაფერი და მე დღის მეორე ნახევარში ცეკვავ, ასე რომ გამოდის სადღაც 1-4 საათი დღის განმავლობაში. ძირითადად აი ეზოში გვაქვს კალადურთის ფარი, იქ ვარჯიშობ, კუსტბაზე ნავდივარ ხოლმე და ნუ აი აქ სახტუნავა მაქვს, რომელთაც დავდივარ და ნუ აი ესეთი განტელები იმისთვის და ნუ პრესი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია ყველა ქართველისთვის და ვცდილობ რომ უფრო უმეტესობა პრესი დავაკაჩავ, ასე ვთქვათ.
არის სპორტის გარკვეული სახეობები, რომლებიც სამამულო ვარსკვლავებს განსაკუთრებით მოსწონთ. ცხადია, ფეხბურთს ამ მხრივ კონკურენტები ნაკლებად ყავს. არის ისეთი სახეობებიც, რომლებსაც თავადაც მისდევდნენ ჯერ კიდევ ბავშვობაში. დღეს კი ყველა მათგანი მხოლოდ ყოველდღიური ვარჯიშით შემოიფარგლება. ბავშვობაში ძალიან კარგად თამაშობდი ფრენბურთს, კალათბურთს და სხვათა შორის ფეხბურთიც მითამაშია. და შეიძლება ეს ასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე კარე ყოფილ ვარ და მითამაშია. ბავშვობაში ძალიან ისეთი აქტიური ვიყავი. სამწუხაროდ მე ხლა ძალიან სპორტული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვიცი ცურვა, ეს ერთ-ერთი დიდი ნაკლად მიმაჩნია, მაგრამ რას ვიზავთ, ძალიან მიყვარს წყალი, მაგრამ აი ამის კომპენსაციას თვითონ ვარჯიში ვაკეთებ, რომ რახან ცურვა არ ვიცი, მე თითქმის ყოველდღე ვარჯიშობ, თუნდაც 15 წუთი. ბავშვობიდან ცეკვავდი უბრალოდ და მთელი ჩემი ენერგია ცეკვაზე მიდიოდა, ორი სახის ცეკვაზე დავდიოდი და რაც შეეხება სპორტს, აი უკვე შემდეგ ტენის თამაშობდი აქტიურად, აი ჩემ ამერიკაში როდესაც ცხოვრობდი, მაშინ პერსონალური ტრენერიც მყავდა და ტენის თამაშობდი და სადღაც ბოლო წლებია გამიტაცა თხილამურება. ყველაზე მეტად წყალი მიყვარს, ცურვა. საკმარისია ხა თქვა, ჩემთვის საკმარისია რომ დღე წავიდეს კარგად, 1 კილომეტრი ვიცურავ, გაუჩერებლად თქვა, მივიდე, 9 საათი ვიცურავ, ფეხი ეგრე ვიყავი, თქვა, ზაფხულში რომ დილას მივდიოდი, 1 კილომეტრი არ არის ბევრი. იცურავებ და წამოხვალ ეგრევე. სერიოზული ფანი ვიყავი ფეხბურთის ყოველთვის და იმასაც გეტყვით რომ აი პირველი დინამო თბილისის პირველი ფან-კლუბის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი მე ვიყავი. ეს იყო 80-იანი წლების დასაწყისში, აი 80-90 წელი, როცა საუკეთესო გუნდი ყავდა, აი ლივერპულის და ჰამბურგის თამაშების შემდეგ, როცა მე და ჩემი მეგობრები 55 სკოლის წინ მივედით ქუდებს კერავდა ერთი კაცი და პირდაპირ ესე იგი ძალიან მიკვირდა რომ სიმბოლიკა არაფერი არ არსებობდა არც ქუდი, არც დროშა, არც ეს მოსასხამი კაშნეს რო ეძახიან, ყველა გუნდს ჩამოქონდა თავისი ლივერპულს იმას და დინამოს არ ქონდა და იმ კერავს შეუკვეთებ მე რომ აი შეგიძლია თქო ესე ლურჯი და თეთრი იმებით გააკეთო და მე რო ყიდულობდი პულვერიზატორებს ესეთი რომელიც აფრქვევს ამ საღებავს და ტრაფარედით D100-ს ვახატავდი ამ ქუდებს, დროშებს, თასების ფლობებთან თას. სპორტული გართობების დროს ცხადია, ქართველი მომღერლები ტრამვების გარეშე ნამდვილად ვერ გადარჩებოდნენ. მართალია ისევ არავინ დაშავებულა, რომ საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მივსულიყავით, თუმცა იყო მეტნაკლებად მსუბუქი ტრამვები, რომლებიც მათ დღეს ასე ახსენდებათ. თხილამურებზე არ მახსოვს ზუსტად რომ კლასში ვიყავი, ფეხი მოვიტეხე. იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი კურიოზული სიტუაცია მოხდა. მაშინ ეს ტრასა სათხილამურო იყო კახეთში ცივის მთაზე. ალბათ მე-9 კლასში ვიყავი დაახლოებით და ერთხელ სამხედრო მანქანა, რომელსაც ავყავდით ხოლმე, არ ამოვიდა იქ. და მწვრთნელმა გადაწყვიტა რომ მოკლე გზაზე ამ კლდეებზე უნდა დავშებულიყავით მთელი გუნდი და საკმაოდ ძლიერი და ესეთი ტრასა იყო და ბოლოში ესეთი ის მოხდა რომ ყინული დინარე იყო და ყინული ჩატყდა და იმაში მომყვა ფეხი. საკმაოდ მძიმე ტრამვა მიიღო. ალბათ რაღაც პატარ-პატარა ტრამვა ალბათ მიმიღია, მაგრამ ეს არ მახსოვს, მაგრამ ისეთი სერიოზული ალბათ არ მიმიღია, რომ მე დღემდე მახსოვდეს, ან რაიმე ისეთი მაწუხებდეს. რამოდენიმე დავარდნა და ასე შემდეგ ისეთი ესე იგი არც მოტეხილობა არ მქონია არაფრის და არც ჯერჯერობით ჯანმრთელი ვარ ამ თვალსაზრისით, არც ოპერაცია არ დამჭიროებია, არც არაფერია. იმისთვის რომ საკუთარ დღის წესრიგში ვარჯიშისთვის დრო გამოყოთ ან გამონახოთ, არა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ, თანაც ძალიან არამედ კარგი ნერვის ყოფაც უნდა გქონდეთ, რადგან ყველაზე მეტად რაც ვარჯიშის დაწყების წინ გახსენდებათ, სიტყვა მეზარებაა. სიზარმაცეს კი ქართველი ვარსკვლავები ნამდვილად ებრძვიან, თანაც დიდი მონდომებით, რადგან იგი მათთვის სერიოზულ მტრად აღიქმება. სიზარმაცე ყოველთვის თანსდევს ვარჯიშს. ეს ძალიან ხშირად ხდება. მე პირადად ძალიან ხშირად მეზარება, მაგრამ ფსიქოლოგიურად იმდენად მაქვს ეს შესისხორცებული, რომ ეს უნდა გავაკეთო და ეს აუცილებელია ჩემი ორგანიზმისთვის. ამას ყოველთვის ვძლევ, ყოველთვის მაქვს იმის უნარი, რომ და არა ყოველთვის არის მომენტები, რომ მე ვერც ვარჯიშობ და რაღაც 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 1 კვირაც მე არ მივარჯიშია, მაგრამ მე მივსულ ვარ იმ კონდენციამდე, რომ არა, ვარჯიში აუცილებელია. საქმე სჭირდება სიზარმაცე ცოტა და სიზარმაცის ბალიში უნდა დავწვათ ძველი ბავშვები ესე ღეროდე ხოლმე. ძალიან ძნელია რა, ქართული ხასიათიდან გამომდინარე რაღაც გრაფიკში ჩაჯდომა და სულ რაღაც ყველა ორშაბათიდან იწყებს ახალ ცხოვრებას და მე ვერიდები ხოლმე რომ ორშაბათიდან დავიწყებ ვარჯიშს, იმიტომ ძალიან ცუდია, შეიძლება სამშაბათი, ოთხშაბათიდან. აი ხა ველოდებით მზეს, რომელიც სად არის არ ვიცი და მალე გამოჩნდება იმედია და
უბრალოდ ეს არის ტონუსი. მოკლედ დღეს ქართულ შოუ-ბიზნესში მოვარჯიშე ვარსკვლავების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ცხადია თუ არ ჩავთვლით მათ, რომლებსაც ყოველდღიური ვარჯიში ისედაც ევალებათ. ეს კი მანეკენების კატეგორიაა. რაც შეეხება ვოკალურად განათლებულ ნაწილს, მათ შორის ფიზიკური დატვირთვა ბევრს როგორც ჩანს საერთოდ არ ღილავს. მოკლედ სპორტი და შოუ-ბიზნესი საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მეგობრობენ. ალბათ ეს მანამდე, ვიდრე აქვე დასავლურის მსგავს რეიტინგებს დაამკვიდრებენ. ჩვენ ჯოჯოხეთში მაშინ ჩავეშვი